მამაუზურაბ. მრევლის უმრავლესობა ჩვენ როგორც ვხედავთ, თქვენთან ქალებია. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქალები უფრო მორწმუნეები არიან, ვიდრე მამაკაცები. და თუ შეიძლება კიდევ სხვა შეკითხვებიც მოგცეთ ამასთან დაკავშირებით. მეორე შეკითხვა ასეთი გვექნება. რა აზრისა ბრძანდებით ქალებზე? როგორ უყურებს სასულიერო პირი ქალის სიყვარულს და თქვენ ხომ არ ყოფილხართ შეყვარებული? და მესამე შეკითხვა. რას უსურვებდით ქალებს 3 მარტისა და 8 მარტის დღესასწაულისათვის? თქვენ მოგეხსენებათ დედის დღე და ქალთა დღე არის აქ. რაც შეეხება მრევლის თქვენ გეჭიროთ მაშინ. რაც შეეხება მრევლის სიმრავლეს, თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ ძირითადად ასაკოვანი ქალები დადიან, მაგრამ ახალგაზრდებზე ამას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ბიჭები უფრო სჭარბობენ გოგუებს. ეხლა ქალი უფრო მეტად მორწმუნეა მეთქი მამაკაცზე მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ქალის რა მომწონთ, იცით საერთოდ, რომ ქალი უფრო ბუნებას სხვანაირად აღიქვავს. თითქოს შეიძლება ითქვას, რომ ქალი ღმერთთან ცოტა უფრო ახლოს არის რითი, იმიტომ რომ მამაკაცზე მეტად უფრო თავდაბალია და ღმერთიც მასთან არის ახლოს, ვინც თავდაბალი არის. ახლა საერთოდ რა შეხედულების სასულიერო პირის და რა მოგახსენოთ, მაგრამ ყველა პიროვნება არის ინდივიდი, ხო? მე ჩემი შეხედულება მაქვს შეყვარებულ სიყვარულზე საერთოდ და ქალების შესახებ. ქალი ახლა ყველაფრით მომწონს როგორც ქმნილება ღვთისა. წეღანაცა ვთქვი, ბუნებას მამაკაცზე ბევრად უფრო ლამაზად აღიქვავს, ბევრად უფრო პოეტური სული გააჩნია ქალს, ბევრად უფრო მორწმუნე არის ქალი მამაკაცზე. ისტორიიდან გვახსოვს, რომ ქალები სახელმწიფოს როცა მართავდნენ, ეს სახელმწიფო აყვავების ხანაში შედიოდა, ქალების გამო ომები იწყებოდა სახელმწიფოებს შორის და ასე შემდეგ. ქალზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ქალ შეუძლია კაცი მხეცად აქციოს და მხეცი კაცად აქციოს. სიყვარულზე რა მოგახსენოთ, ახლა ფიცარი არა ვარ და მეც რაღაც გრძნობა გამაჩნია, ხო? მეც მყავდა თავის დროზე შეყვარებული, მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო, რაც მოხდა, მე ერთი წუთით არ ავნანო ფარაფერზე. და რაც შეეხება ქალების სურვილს, ერთი რამე უნდა გავიხსენოთ, აი რას უსურვებდი ქალებს, ერთი რამე გავიხსენოთ, რომ პირველ ქალს ერქვა სახელად ევა. ევა ნიშნავს სიცოცხლის საწყის. პირველ ქალს ღმერთმა უბოძა ასეთ სახელი და მეორე ევა ცნობილი არის ღვთისმშობელი, მეორე ევათ, იმიტომ რომ ღვთისმშობელისაგან შემოვიდა ცხოვრება დედამიწაზე. ღვთისმშობლის ნაყოფმა, მუცლის ნაყოფმა, ანუ ძე ღვთისამ იესო ქრისტემ სძლო ბოროტებას, სატანას დაამარცხა სიკვდილი, ხო? მეორე ქალით დედამიწაზე შემოვიდა მარადიული ცხოვრება. სიკრო დავყოთ ასეთნაირად. პირველი ქალისაგან გაჩნდა ხორცელის ცოცხლე, მეორე ქალისაგან ღვთისმშობელისაგან გაჩნდა სულიერის ცოცხლე. ასე რომ ორივე ქალი იყო ცოცხლის საწყისი. და იქ ქალებს ნებისმიერ ქალს, ახალგაზრდას, გოგონას, გასათხოვარს თუ გაუთხოვარს, ყველას უსურვებდი, რომ ადრე თუ გვიან შეექმნას ოჯახი და ყველა ქალი ყოფილიყოს დედა, იმიტომ რომ ყველა ქალში ჩადებული არის პოტენციურად დედობა. აი ამას უსურვებდი.